ძალიან გთხოვთ ეს პირდაპირ დღევანდელი გააზიარეთ. იმიტომ რომ თელმა მსოფლიომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მინდა ნახოს დღევანდელი ეს პირდაპირ თელ მსოფლიოში გაბნეულმა ქართველებმა. თუ რა არის ძირითადში ვამბობ, თორე ყველგან გამოერია მატერიალისტი და თავის სამშობლოსკენ რო არ მოიჩქარიან და მადაჭამაში მოდისო და ერთი სახლი რო იყიდეს, მეორე, მესამე და ასეთები რო დარჩნენ და დარჩნენ. თორე ძირითადი ვალების გამო გაქცეულია საზღვარგარეთ და ვიცით რომ მიმობნეულია მთელ მსოფლიოში ჩვენი დები, ძმები, შვილები, ბებიებიც კი და ბაბუები. დღეს ვნახე Facebook-ზე, TikTok-ზე იყო დადებული ერთ-ერთი ლაივი. ხო, ჩვენ ისევ ვიმყოფებით იმ შენობაში, რომელიც პირდაპირ გაგებით ურია მევახშეს წავართვით. ახლა ვიღაცისთვის, რას ქვია, წაართვი და ეს ხალი ყაჩაღია და მტაცებელია. შეიძლება თქვათ. ეს იყო პირდაპირ პოლიტიკური ნაბიჯი. პოლიტიკური ნაბიჯი შემხვედრი ზუსტად იმ ურია მასონების პოლიტიკის, რის გამოც ეს შენობა წართმეული იქნა ჩვენს ერთ-ერთ ქართველ თანამემამულეზე. და ძირითადში ზუსტად რატო ვახსენე ემიგრანტები. ვინც ამ ქვეყნიდან გაქცეულია, გაექცა იმ ურია მასონთა პოლიტიკას, რომელსაც მევახშეობაში ჩამხჩვალი ქვეყანა ქვია. და ზოგადად თელ მსოფლიოში იყო ეს პრობლემა. და კი ვხედავ ჩვენ რომ საფრანგეთი ფრანგების არ არის და ასე შემდეგ, არც ინგლისი და ერთი სიტყვით მათ მთელ ევროპას და უბრალოდ მსოფლიოს ისეთი უბედურება დაატეხეს თავს, რომ იმიტომ რომ მათი პოლიტიკა ებრძვის იდენტობას ზოგადად, ეროვნებას. და ჩვენ ქვეყანაში კიდე 21 საუკუნეში უპრეცედენტო ფულად საკრედიტო პოლიტიკა, საბანკო პოლიტიკა დანერგეს. და ეს ძირითადად მოხდა შევარდნაძე, იუდამ, როცა საქართველო აი იმ ევროამერიკული იმპერიალიზმის გზას დააყენა და საქართველოში კიდე ებრაელთა მსოფლიო სააგენტოს ცენტრი გახადა საქართველო. მე სხვანაირად არ გამიგოთდა, უშუალოდ ისე არ მიიღოს, ვინმე რომ მთელ ებრაელობას ვებრძვი. თვითონ ებრაელებს უმეტესობას უკვე ყელში აქვს ამოსული ამ ურიების პოლიტიკა. კაცთა მოძულე. პირდაპირ გაგებით სისხლს სვამენ ადამიანები. სხვა ამას არ ქვია არაფერი. ცოცხლად ჭამენ. არც ფული ჭირდებათ და არც ქონებები არაფერში. იმდენი აქვთ რა თავს შეიხლიან. და ეს შენობა მაგალითი იყო ამის 13 წელიწადი ქონდა გამოკეტილი, აი ან ნაძირალა ურია სასონ ჰოქს. შეიძლება მისი ბიჭი ვერაზროს ვერ იფიქრებდა, მამამისი რომ მოკვდა. ეგონათ რომ გადაიარა და ყველაფერი ჩაიფარცხა. და არც ის სასიამოვნო უნდა იყოს, რომ სასონ ჰოქს მიცვალებულ ადამიანს ასე წაღმა უკუმა რო ვაბრუნებთ, მაგრამ არაფრით არ მომძებს სინდისი საშუალებას რო არ ვილაპარაკო ისე. იმიტომ რომ ერთი საწყალი ქალი ჭანტურია მაგის სახელის ხსენებაში გაგიჟდა იმდენი ქონება წართვა. და იმის მაგიერ რომ მიშვილებს მამამისის ცოდვა გამოესყიდათ, თუ ოდნავ პრეტენზია აქვთ ან ქრისტიანობაზე ან მართლმადიდებლაზე, თვითონ უარეს გზას დაადგნენ მამამისის. და იმიტომ იყო ეს პოლიტიკური ნაბიჯი და არის ამბობ, რადგან ზუსტად აქედან უნდა დავიწყოთ აი იმ ურია მასონთა ბოროტების მსახურთა სისტემის ნგრევა და თავიდან ბოლომდე გაშიშვლება საერთოდ. და იმ გოგოს მინდა უთხრა დღეს, რომ ძალიან განაწყენებული იყო როგორ და საქართველოში ანტისემიტიზმია და ასე შემდეგ. ერთხელ მაინც თუ უკითხია, რატო დაიცალა საქართველო და გინდათ ისრაელში მონებად რატო მიდიან ჩვენი დედები. და მთელ მსოფლიოში ვისი პოლიტიკაა ეს, ხო არ უნდა, თუ უნდა რომ გაიგოს, მაშინ ვეთქვი პირდაპირ. ზუსტად იმ ებრაელ ურია მასონთა პოლიტიკაა ეს, რომელიც მსოფლიოში დაინერგა როგორც ბოროტების სისტემა. რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს საერთოდ ქრისტიანობასთან, მართლმადიდებლობასთან, ქრისტესთან საერთოდ რა საერთო აქვს და გოებს გვეძახიან. და ამათმა უნდა გადაწყვიტონ თურმე
დედამიწაზე ბევრი როა ადამიანი და ოქროს მილიარდამდე უნდა დაიყვანონ. არ არის საიდუმლო, რომელიც არ აგამჟღავნდეს. უკვე ყველა მიცის მათი ბოროტის რახვების შესახებ. ისტორია ხო გაგვიყალბეს და პირდაპირ მითხრა კაცმა აქ მოსულმა ურიამ 26 საუკუნით ადრე უკვე იყო ეს ქვეყანა ჩვენი სამშობლოა თურმე ჩვენ ქართველები 26 საუკუნით გვიან მოვსულ ვართ აქ. ანუ ვერ დამალა თავი მტერმა და თქვა ის რაც უნდოდა. ხო ჩვენ გვებძვიან ძირ ქართველებს აქ. ძირ იმხელა ღრმა ფესვი რო გვაქვს ისეც რომელსაც არც ერთი წიგნი წაკითხვა არ მინდა და არც ინგლისელმა აღიაროს და გინდა ფრანგმა თუ ამერიკელმა რა თურმე პირველი ვაზის ქვეყანა ჩვენ ვართ, პირველი მეფიტყროობა ჩვენ ვართ, პირველი მიწათმოქმედები ჩვენ ვართ და პირველი სამუშაო იარაღების შემქმნელები. გენეტიკურად ვგრძნობთ ამას ჩვენ ქართველები. იმდენად მიჯოჭვლობა გაქვს ჩვენ მიწასთან და ძალიან ბევრს ეცადეთ, მაგრამ ისეთები დავჭით, რომელსაც ვერ აგვაბეჯავთ ჩვენ მიწას. ჩვენია ეს ორგანული ნაწილია, მე რო დავდივარ, ეს სხეული როგორ ისწეა ეს დედამიწა, ჩემი ნაწილი. სხვაგან არაა მყარი არსად ჩემთვის დედამიწა და ჩემნაირები ბევრია ამ ქვეყანაზე, დიდება უფალს. ჩვენ სამშობლოში ბევრი ვართ. ამიტომ იმ გოგო მინდა ეს ლაივი ნახოს და სოკარის წინო თურმე წარწერა აქვთო გაკეთებულიო, რომ მოკალურიაო არა. მოკალ ებრაელი არსად არ გვიწერია ჩვენ მევახშე. ასე გვიწერია მევახშე ურია. და ეს გამოგეძია, რატო დავწერეთ, როცა ამისთანა შემწყალებელი ერი, ტოლერანტული თანამედროვეობით რომ ვთქვათ, ამისთანა ადამიანის მოყვარე, კაცთა მოყვარე ზოგადად, როგორ გაგვამწარეს ისე ამ ურიებმა, რომ ერზე დავიწყეთ ლაპარაკი, ეს რატო არ დააინტერესა ამ კაცს? ყველა ბანკების და მიკროსაფინანსოების უკან, შპს-ების უკან, შეფუთული როა 1000 რამიდან მევახშეობაში რო ჩაახჩეს და ტყავი გააძლეს ქართველებმა, ყველგან რო უკან ურია, ეს რატო არ იკითხა? და სად არის ჩემი მოძმე მაშინ? და რატო არ მოიღო ხმა რომელიმე? თუმცა ვიცი სრულიად სიტყვის მნიშვნელობით, რომ უკვე ბევრ ებრაელებსაც ხელშია გამოსული ვამბობა მათი მტრული პოლიტიკა. ასე რომ ჩემო კარგო, ჩვენი უბედურების მიზეზი ზუსტად და ჩვენი დედების გადახვეწის მიზეზი აი ეს ურია მასონთა მტრული პოლიტიკა კაცობრიობის წინააღმდეგ. არა მარტო, მაგრამ საქართველოს მათი პირდაპირ სამიზნეა. იმიტომ რომ ბოროტმაც იცის რა ფუნქცია აქვს ამ ქვეყანას, მაგრამ არ დაიდგამს ტახტს ანტიქრისტე საქართველოში. გამორიცხულია ეს ამას შეეჩვიეთ და იცოდეთ. ამიტომ პირიქით შანსი ყველას ეძლევა. თუ შეუძლია ბოროტებიდან სიკეთისკენ გარდაიქმნას და სავლე პავლე გახდეს, ამ შემთხვევაში ბევრი რამ არის შესაძლებელი. და ჩვენ არანაირ წესრიგს არ მივიღებთ ერთადერთის გარდა. ეს არის ქრისტეს მიერი, უფლის მიერი, ქართული პირდაპირი გაგებით ჩვენი წესრიგი და ჩვენ შემოგთავაზე პირიქით ნებისმიერ ერს დედამიწაზე. იმიტომ რომ ამაზე მოსიყვარულე ერი რაც ჩვენ ვარ დედამიწის ზურგზე არ დადის, ზუსტად ვიცი ამას. საკუთარით ვგრძნობ, ორგანულია ჩემი ვამბობ და როცა მე ასე ამალაპარაკე და შენი მხილება დავიწყე და აი ეს, როცა ნორმალური ცხოვრების ხაზიდან გადამახვევია და ფაქტიურად დღევანდელი კანონმდებლობით მე დამნაშავე ვარ, ვიღაცას შემოვეჭერი, რამ და ნირამ პოკებს. არ ვარ დამნაშავე. სულ არ მაინტერესებს კანონში რა დაწერეთ, იმიტომ რომ კანონებსაც თქვენ ქმნით და აიძულებთ ხელისუფლებებს მიიღონ ეს თქვენი კაცს მოძულე პოლიტიკა. თქვენია ეს კანონებიც დაწერილი. და ქვეყანაში არსებული კანონებიც თავზე დაახიეთ კონსტიტუციაც ყველაფერი ხალხს და ფაქტიურად აქ ისე შემოვიდა ყოველგვარი აღსრულების გარეშე მოძრავი ნივთებიც არ მისცა. ქართული ანდაზა პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო. ასე რომ მამას შემის ნაჭამმა ტყემალმა რან და ნირან ოკებო სასონის ხო ხედავთ როდის მოგჭრათ კბილი. ასე რომ დაფიქრდით ჩემო საყვარელო, არავის არაფერი არ შერჩება. მით უმეტეს ჯგუფურად, მასიურად ადამიანთა დამონება, ადამიანთა ძარცვა პირდაპირ გაგებით ცოცხლად ჭამთ. ცოცხლად ჭამთ, სისხლს სვამთ თქვენ ადამიანების. და უკვე დადგა ჟამი რომ პასუხი აგოთ ამ ყველაფერზე, რადგან კოსმიურად მოითხოვს დედამიწა სიყვარულს და ამ ბოროტებას გასახანი არ აქვს. ზუსტად ამ შენობიდან არ მეშინია პირდაპირ გეუბნებით. ამ შენობიდან დავიწყებთ
ყველანაირ მხილებას, ყველა აბსოლუტურად ურიის, რასაც აკეთებენ ესენი საქართველოში. ვის რა უხნეს და არ გეგონოთ, რომ ქართველი გვარი რო აქვს ვინმეს. ის ჩვენთვის რაღაც ქართველი არა, ჩემო კარგო. ქართველი არის ქმედება. შენ როგორ იქცევი, ეს არის ქართველი, რამდენად გიყვარს ადამიანი. თორე აქ უამრავია გვარგადაკეთებული და ძალიან კარგად ვიცით, ნებისმიერ სტრუქტურაში ხართ შემძვრალები. და იქ რეკომენდაციებს აძლევთ თუ რა უნდა გააკეთონ და თქვენ მიიღეთ ეს კანონები, რომელიც სისხლს აძრობდა, უშრობდა და როიტყვით ხავს აძრობდა ქართველებს წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში. ეს არავინ არ კითხავდა სახელმწიფოში, არც დეპუტატებსაც არავინ და ვერ წერყვეოდნენ, იმიტომ რომ ჩვენთანაც სავსეა უგუნურებით და სპორტსმენები და მომღერლები და მსახიობები ისწრაფოდნენ პარლამენტისკენ, როცა გარკვევაც კი არ შეეძლოთ კანონს რაზღებულობდნენ. სიღრმე იმდენად ლაბირინთებით ახლავთ ამ კანონებს, რომ ძალიან ძნელი იყო მის სიღრმეს ჩაწვდეს თუ უფლისმიერი ნათელი არა აქვს ადამიანებზე. აკი განათლებულებს ხო ძალიან ებრძოდნენ ხო სულ წლებია. და აი გაუნათლებლებით ვამბობ პირდაპირ აქ მე თუ მინდა ოქსფორდი დაამთავრა, კემბრიჯი და თუ მინდა ლომონოსოვი, სულ ერთია ჩემთვის. თუ უფლისმიერი ნათება არ აქვს, არაფერს მოგცემს, არც იმის განათლება და არც იმის განათლება არ არის. ის არის მწიგნობრობა და ფარისევლებმა გააკრეს ქრისტე ჯვარს და არა განათლებულმა ადამიანებმა. ასე რომ ჩემო კარგო, ვინც ის ლაივი ჩაწერა, იმას ვცემ ამ წუთში პასუხს. დამირეკე ტელეფონის ნომერი, დღეს იმაში დაგიდე კომენტარში. და აგიხსნი უფრო კარგად, რატო დავიწყეთ ქართველებმა ზუსტად ამ ურიებზე ლაპარაკი და მე ბავშვობაში ურიას რომ მოთხოვდა ძალიან კარგად ვიცოდი რომ ცუც ნიშნავდა. ებრაელი არა, ურიაო, იტყოდნენ დაუნდობელს ნიშნავდა. და ზუსტად ვნახე ამ დაუნდობელი პოლიტიკის ყვალი ჩემ ქვეყანაში, ყვალი კი არა. როგორ ებძვის რომ გაანადგუროს ჩემი სახელმწიფო და ჩემი ერი. პირდაპირ ვხედავ ამას. და არ ყოფილა თურმე ჩვენი წინაპრები, რომ ბავშვებს რო აშინებდნენ, გაჩერდი ურია მოდის და გუდით წაგიყვანს და სისხლს გამოგწოვსო, რა ვქნა ჩემო კარგო, იმ ებრაელებს ბოდიში მინდა მოგიხადოთ, ვისაც თქვენ თვითონაც ხელში გაქვთ ამოსული. აი ეს ბოროტების მსახურთა პოლიტიკა, მაგრამ აი ის ნამდვილად სისხლმწოვარი ურიების პოლიტიკა მთელ მსოფლიოს აწევს, აი იმასავით რა ქვია, უხელი და უკვე ვხედავთ, რომ ძალიან დიდი რყევები მიდის და დიდი დრო არ უწერია. ამიტომ პირიქით მე მოგიწოდებთ ყველას, ვინც ჩემ ქვეყანაში აი ეს ცვლილება არ გინდათ და აი ამ პოლიტიკის შეცვლა, მაშინ აახვიეთ ამ ქვეყნიდან. თორე არა მარტო ეს ასონჰოკის ყველა ქონებას ასე მოუწევს. და ჩვენ ზუსტადაც გამხელთ მთელი მსოფლიოს წინაშე თუ რა უნდოდა თქვენ ბოროტებას და თქვენ წვიტავთ. თურმე რამდენი უნდა დარჩეს დედამიწაზე ადამიანი და მამაზეციერი არა. რამდენი მილიარდელია ერთი შვილი რო ყავდეს, რას არ გაიღებდა, მაგრამ უფალი წვეც ვისი თესლი უნდა განაყოფიერდეს და ვისი არა. ამიტომ თქვენ ვერ გადაწყვეტ რამდენი კაცი უნდა იყოს დედამიწაზე, ეს უფლის გადასაწყვეტია. ამიტომ დაფიქრდით, უკან დაიხიეთ. დაგახევიეთ. როგორც აქ, ისე ყველგან დაგახევიეთ. გააზიარეთ, ძალიან არ გთხოვთ, არ მეშინია უკვე პირდაპირ უნდა ვთქვა, ყველა შავ-შავი უნდა დაერქვას, წეთრი წითელი, დადგა ჟამი აღარ არის, ფერაობის დრო აღარ არის. იმიტომ რომ ფაქტიურად მალე თითის ცეცებით უნდა ვეძებდეთ ქართველები ერთმანეთს და ეს ამასინათ ავტობუსში რო ავედი, თეთრს ვეძებდი. არა მარტო ქართველს, თეთრკანიანს ვეძებდი უკვე იქამდე მიგვიყვანეთ. ეს არის თქვენი ბოროტების პოლიტიკა და არ გაგივათ საქართველოში, ეს პირდაპირ ვამბობ. ვერ წარმოიდგენთ 1.300.000 კი არა. მილიარდობით ქართველია თქვენ სოფლიოში, მილიარდობით. იბერიელთა მოდგმა არის გაბნეული ყველგან. ამიტომ გვიყვარს ჩვენ ადამიანი, ჩვენ მივეცით ზუსტად მთელ მსოფლიოს. ადამიანი და ველით ჩვენია. ასე რომ ჩემო კარგო, ძლევა ისაკვირველი, ზუსტად. ერთხელ კიდე იქნება საქართველოში და ყველა ბოროტებას მიუჩენს თავის ადგილს. მე მგონი დრო არის თვითონ ებრაელებმა, რომელთაც მართლა რწმენა შეგჩენიათ და ქრისტეს წამთ, არავინ არ მითხრას, არც სინაგოგებში, იგივე არც საპატრიარქოში. სად არის ღმერთი? სად არის მაგათთან ღმერთი და რომელი იყოს უსამართლობაზე ხმას? რა არის ქრისტიანობა? თუ შენ გვერდით ადამიანი იჩაგრება და ხმა არ ამოიღე. რიტუალები? არა რიტუალი ქრისტიანობა. ისე არ არის თქვენთანაც, ტყუილია ყველაფერი.
თქვენთვის გვაქვს თვითონ ის ტორა თუ რა არის და სხვა გოები გოიმებს აქ ხავი უნდა გაგვაძროთ გაშვენებთ ვინ არის გოიმი ძალიან კარგად გაშვენებთ ამას როგორც არასდროს ისე იქნება ქართველი ძლიერი იმიტომ რომ მოკეთეთ შემოხვედით თვითონ და ქაღალდებში შეიფუთეთ წერი ვერ გაარჩია ვერ დაინახა მაგრამ ცოტანი მაინც მიხვდებიანო თვითონ წერ თქვენ და მიხვდნენ ის ცოტა და ის ცოტა უამრავს ძალიან ბევრს გააგებიებს რა ბოროტებაა თქვენი ბრჭყალებში შემოქმედება ის რომ თლიანად კაცობრიობას რო გინდათ ზიანი მიაყენოთ თქვი და კიდევ ვიმეორებ აჯაგრულია დედამიწა ამიტომ იფხიზლეთ და რწმენაში გაძლიერდით ხალხნო ერთადერთი გამოსავალი არის რწმენა უფლის რწმენა და რწმენა როცა გაქვს მამაცი ხარ ძლიერი ხარ და თავს არ ხრი ბოროტებაზე არ შეგეშინდება ეს არის რწმენა მიყვარხართ ჩემო სტატუსით ქართველებო და გაძლიერდით ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება სხვა გამოსავალი არა აქვს ხო ხედავთ ბოროტებას აღარ აქვს უკვე დაბნეულია ქაოსია ჩიხშია რაქნას არ იციან იმიტომ რომ დედამიწა ითხოვს სიყვარულს უფალი ითხოვს სიყვარულს და ამ ურწმუნოებს ამ ურჯულოებს სად ქონდათ რწმენა მოჩვენებითია სულ ყველაფერი ამათი რწმენა მომხოჭელობაზეა მარტო და ბოროტებაზეა გასული ამიტომ არა აქვს უკვე დრო ამოეწურა იმიტომ არის დღეს შეშინებული რა გამოსავალი იყოს არ იცის იმიტომ რომ ბოროტებას თავს ვერ ანებებს არ შეუძლია საულე პავლე გახდეს მაგრამ მაგისტანებს თუ კაცსათვის შეუძლებელია უფლისთვის ყველაფერი შესაძლებელია რწმენით და იმედით იყავი ჩემო ერო მიყვარხარ